რუსეთი რო უკრაინაში შეიჭრა და რო ხოცავდა და დღემდე რო ხოცავს ქალებს, ბავშვებს, ყველას განურჩევლად ეთნიკური წმენდები რომ მოაწყო და რა აღარ გააკეთა, ეხა აღარ ჩამოთვლი. აი მაგ ამბავზე მაინც ხო გამოჩნდნენ ჩვენ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც ამტყუნებენ ზელენსკის და უკრაინას, რომ აი ცოტა კოჭი უნდა გაეგორებინა, ის უნდა ექნა, რომ პროფესორობენ რა. ანუ აშკარად აგრესორია ერთი სახელმწიფო, ხო? მეორე ქვეყნის დამოუკიდებელ ტერიტორიაზე ტანკები, თვითმფრინავებით და რა ვიცი, 1000-ნარი უბედურებით შევარდა და ხოცა ისინი ხოცა თვითონ მილიონი ჯარისკაცამდე დაკარგა, მოკლედ და აი ამ ყველაფერში მაინც რაღაცნაირად ცდილობენ რომ ზელენსკის და უკრაინის ბრალი იპოვონ და იგივე ხალხი ზუსტად ერთ შემთხვევა ამათი რაოდენობა და ტიპაჟები რა. იგივე ხალხი ეხა იქ ვენესუელაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ამბობს რომ აუ ეგო როგორ შეიძლებაო საერთაშორისო სამართლის დარღვევაო. ანუ ერთი სპეცრაზმის ჯგუფი გადასხეს და მადურო წამოიყვანეს ნაიკის სპორტულებში ჩაცმული ფუკასავით ააცალეს იქიდან. ისე რომ აი მაქსიმალურად მინიმიზებული იყო დანაკარგები, ხო? და მსხვერპლი. და ეგ ყოფილა საერთაშორისო სამართლის დარღვევა და უტუტუტუ ეგრა მოხდაო. და სამაგეროთ აი ხა რუსეთი რას საკეთებს უკრაინაში, ერთი არ დაცდებათ, რომ აი პუტინის ბრალია და პუტინი რას საკეთებს. ხა ძალიან რო ჩაეძიო და ეკამათო ხო იტყვიან რომ არა, ეგეც ცუდია, რა თქმა უნდა, მარა. და რაღა მაგრამ. რუსეთის მერე მაგრამ არ იწერება. აი ეგეთი წესი არის გრამატიკაში, ეგეს დავიმახსოვროთ. ეგენი არიან აგრესორები. და შენ იმის მაგივრად რომ ამაზე ისაუბრო, თუ ვინ გაზალებს თუ არ გინდა საერთოდ ნუ ისაუბრე, მაგრამ თუ საუბრობ იმის ნაცვლად რომ ამაზე გაამახვილო ყურადღება, იქ ზელენსკის და უკრაინის დანაშაულის მოძებნას რო ცდილობ, ეგ რატო ხდება, იცი? აი რატო გჭირთ ეგ იცი ვისაც გჭირთ? იმის გამო კი არა რომ აი რაღაცა ცუდიან ბოროტი ადამიანები ხართ. არა, უბრალოდ მანდაც ყველაფრის თავი და თავი არის პროპაგანდა. ყველაფრის აბსოლუტურად თქვენ გარშემო ეგეთი სივრცე არის შექმნილი. ეგეთ მედია საშუალებებს მოიხმართ, როგორც ტელევიზორში, ისევე აქ სოციალურ ქსელებში, რომლებიც აი ეგრე გიტრიალებენ ტვინს. აი რამდენიმე პროფილზეს გადავსულ ვარ რა, ვიღაცები რომ ილანძღებიან ხოლმე და რომ მაგინებენ, ხან დამოინტერესებია ხოლმე, ვაღან ნაცნობი მგონებია ის ხო არ არის, გადავსულ ვარ რა პროფილზე და პროფილის ფოტოებში ცოტა უკან რო გადახვალ, უკრაინის დროშები აქვს დარჩენილი. უკრაინის ისინი რა, ფრეიმები თუ რაც იყო რა, ანუ უკრაინას გულშემატკივრობდნენ თავიდან ომი რო დაიწყო. შეგახსენებთ პირველ თვეებში იმედიც კაცო უკრაინის მხარდამჭერი სიუჟეტებით გამოდიოდა, სანამ რაღაც არ მოხდა, ეხა აღარ დავიწყებ სპეკულაციას რა მოხდა და რა შეიცვალა და ვინ დარეკა და ვინ არ დარეკა. ხო? ანუ როცა რაღაცას გეუბნებიან, იმდენად მასობრივია ეს ინფორმაციული ზეწოლა და აქ ინტერნეტშიც ალგორითმი ისე გაქვთ დალაგებული, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია თქვენთვის რომ ეგ სიმართლე არ იყოს. და აი ხა მეც და რამდენიმე ადამიანიც ესეთი ვისაც ხანდახან ამოგიგდებთ ხოლმე და სიმართლეს რო გეუბნებათ და ესე რო გაჯახებთ, პირდაპირ ამაზე ბრაზდებით და გინებას მიწყებთ. აი კომენტარებში რის გამო მაგინებთ ხოლმე. მე ხო შეურაცხყოფას არ გაყენებთ, ხო? მაქსიმუმ რაღაცა პროპაგანდისგან თვითგამორეცხილი ვახსენო, იმიტომ რომ ეგრეა მართლა. შეურაცხყოფის მისაყენებლად არ ვაკეთებ მაგას. აი რაღაც სტატია წავიკითხე იმ დღეს ჩეხები წერდნენ რა, იქაც ეს რუსული ტროლბოტების ხარხნები და ისინი აქტიურად ამუშავდა თურმე და მაგაზე ძალიან შფოთავდნენ და ზომბებს ადარებდნენ რა, რუსული პროპაგანდით twin გამორეცხილ ადამიანებს. იმიტომ კი არა რაღაც შეურაცხყოფა მიაყენო, ანუ უბრალოდ იმდენად რთულიაო მაქედან მერე ადამიანის ამოთრევაო და გამოყვანაო და სიმართლის ჩვენებაო და იმის გააზრება, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მე ვწდებოდი და манипуляციის მსხვერპლი ვიყავიო. აი ეს არის წარმოუდგენლად რთული, აი როგორც ზომბის ვერ გადააქცევ ადამიანათო, აი ეგეთი ვარიანტიაო რა ეს შედარება, იმიტომ გამოიყენეს. მართლა ეგრეა. მართლა რამდენი ხა მე ამ ვიდეოებს რო წერ ხო არ გონია ვინმეს რომ აი გონია რომ უცბად ვთქვაცა ნახავენ პროპაგანდით ტვინარეული ადამიანები და უცბად გაუნაცდება და არა ვარ ეგეთი მიამიტი კაცო. მაგრამ აი სადღაც რაღაცა ვცდილობ, აბა რა გავაკეთო, ეგ რო არ ქნა რა გავაკეთო, ხო არ შევეგუები ამ რეალობას. მინდა რომ რაღაცა დაგანახოთ ხალხო. აი ეს არის ძალიან კარგი მაგალითი რა, უკრაინას შევარდნის და ვენესუელაში სპეცოპერაციის ამბავი. ანუ ისე დაგილაგეს ტვინი, რომ უკრაინაში რაც გააკეთა რუსეთმა, აი ერთი რომ მოძებნოთ, ერთი კომენტარი ან პოსტი არ შეგხვდებათ თქვენი, აი ბოლო 2 წელში რა, განსაკუთრებით სადაც ამბობთ, რომ რუსეთმა ეს რა გააკეთა და ამაზე უკმაყოფილებას გამოთქვათ, რამე ფორმით. სამაგეროთ ძალიან ბევრი შეგხვდებათ.
სადაც ზელენსკის აგინებთ და დღეს კიდე ხა მიეწყვეთ ვიღაცეები და უიო ტრამპს რა გაუკეთებიაო. მართლა იმითი სპორტულებით და ეგრეთ წოდებული პადრუშკით ჩამოიყვანეს კაცი. ნარკოთა ვინ არის ეს კაცი, ხო? ნარკო კარტელების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ამასაც ხო აქვს მნიშვნელობა. საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი ქვეყნის პრეზიდენტი. კისერი უტეხიათ, თქვათ ჩვენში, ხო, აი კისერი უტეხიათ საერთოდ ამ ვენესუელელებს, პრინციპში. სად ჩვენ და სად ისინი, მაგრამ სად ჩვენ და სად ისინი ხო გადაიკვეთ ამ ამბავში, რომ აღიარეს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ეს ხო დიდი დარტყმა იყო ჩვენი ქვეყნისთვის. და მადუროს პირობებშიც დარჩა ეგრე, ხო არაფერი შეუცვლია მაგას. ხო და ეგეთი კაცი დახოცილი ყავს ხალხი. ნარკოკარტელების ხელმძღვანელი იყო. აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიარა. ეგეთი კაცი რომ გასკვანჩეს, თან აი მაქსიმალურად ცივილურად, რაც ისტორიული ოპერაცია იყო, ხო ეგ? კინოს გადაიღებენ ალბათ მაგ ამბავზე და არაერთს. და ეს ამბავი რომ საერთაშორისო სამართალი აი ამ ამბავზე რომ გაგახსენდება, მაგას გიკეთებთ პროპაგანდა. დედასფიცა ვარ, არ ვიცი, აი როგორ მინდა რომ რაღაცა იმიტომ წერ ახლა ამ ვიდეოს მართლა მე არ მგონია მართლა გჯეროდეთ, ხა რომ რაღაცა ფულს მიხდის ამაში. მინდა რომ რაღაცა სიმართლე დაინახოთ ხალხო, რომ აი ესე როგორ დაგილაგდათ ტვინი, მაგრამ თქვენც რაღაც მომენტში რომ ხვდებით რომ ვახ მართლა არ მოდის ერთმანეთთან რომ რუსეთზე არაფერს არ ვამბობ რომ შეიჭრა და სამაგიეროდ ეხა ამერიკას ამაზე ვაკრიტიკებ, რაღაცა არასწორი რომ ხდება, რომ გაგებინებთ ამას, მე აგრესია გაქვთ და ჩემზე ბრაზდებით. ხო და ეგ აგრესია იმაზე უნდა გქონდეთ, ვინც პროპაგანდისტული არხებიდან გირეცხავთ ტვინს და არასდროს არ არის გვიან თვალებში გამოხედვა და რაღაცის გაგება.